საქართველოში ცივი იარაღით ბრძოლის ტრადიციების შესახებ წინა გადაცემებში ნაწილობრივ უკვე მოგახსენეთ. ამჯერად კი მცირე ზომის საჭრელ საკვეთელ იარაღზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. მაშასე ხანჯალი ანუ სატევარი, როგორც მას სულხან საბა მოიხსენიებს, ჩვენში უხსოვარი დროიდან პრაქტიკულად ფორმის უცვლელად შემორჩა. ჭარმაგ მოხუცებს დღესაც ახსოვთ ამ ვაშკაცური იარაღით ბრძოლის ილეთები და საწვრთნელი სისტემები. ოდესღაც ყველა ცნობილ გვარს გააჩნდა თავისი ილეთთა კომპლექსი და სატევრით ბრძოლის ხელწერა, მაგრამ დროის უკუღმართობის და ქართველთა წინ დაუხედავი ხასიათის გამო მრავალი საგვარეულო სკოლა თუ სისტემა დავიწყებას მიეცა. დღეისათვის ჩვენი მრავალწლიანი ძიების შედეგად მოხერხდა მხოლოდ 10-მდე კუთხური სპეციფიური სკოლის მოკვლევა, რომლებშიც შედიან როგორც კომბინირებული ბრძოლის ხერხები, მაგალითად ხანჯლით და ქუდით, ხანჯლით და კომბლით, ან ორი ხანჯლით, ისე თვალახვეული ბრძოლის სკოლები. სვანური ზურგს უკან დამალული სატევრებით შერკინების კუთხური სისტემები, ხანჯლის ან ხანჯლების ტრიალის და ბრუნების მეთოდები და სხვა. დღევანდელ გადაცემაში მხოლოდ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ, მაგრამ სანამ ამ სკოლების აღწერა შეუდგებოდეთ, ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო კავკასიაში არსებულ ხანჯლის ტიპებს და მათ განმასხვავებელ ნიშნებს. ხანჯალი თავისი ფორმის, ღარის სახეობების, ლითონის ხარისხის ან ოსტატის დამღის მიხედვით გარკვეულ სახელს ატარებდა. ამ ნიშნების მიხედვით არსებობდა ეგრეთ წოდებული ქისტური, დაღესტნური, ლეკური და ქართული ხანჯლის ტიპები. ჩრდილოეთ კავკასიაში დამზადებული სატევრებისათვის დამახასიათებელია შედარებით ვიწრო, კაფიოდ წამახვილებული საჩხლეტი წვერით გამოყვანილი ხანჯლები. ასეთი წვეტი საჭირო გახლდათ ჯაჭვის პერანგის რგოლების უფრო იოლად გარღვევისათვის. როგორც წესი, მეტი წილი ქისტური ხანჯლების აქ ხდება ცერღარა, ანუ სატევრის ორივე მხრიდან აცდენილ ჭრილზე გამოყვანილი ღარინით. მაგრამ არსებობდა სხვა ტიპის სატევრებიც. ამ რეგიონისათვის ოდითგანვე დამახასიათებელი იყო ჭედვის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, რომელთა წყალობით მთამ შეისის ხორცა ყველა ის საუკეთესო მიგნება ამ სფეროში, რასაც კი სხვადასხვა ომებში ეზიარა. ქართული ტიპის ხანჯლებისათვის დამახასიათებელია სამღარა, მცირედ წაკონისებული პირები. ისინი გამოირჩევიან როგორც პირების მოყვანილობით, ისე მცენარეული ორნამენტის, ანუ ნახჭის სიმდიდრით ქარქაშზე, სადაც დახვეწილი სევადით და ვადატარის ფორმით. სატევრების ტიპების აღწერისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ იარაღს თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე, ან დამკვეთი სურვილის მიხედვით ოსტატის სხვადასხვა თვისებების მისაცემად წყალში წრთობას ცვლიდა სხვა მეთოდებით. მაღალი სისალის იარაღი ხშირად ბრძოლაში შედარებითი სიმყიფის გამო პატრონს ღალატობდა. ამიტომ ზოგიერთი მეომარი ჰაერზე ნაწრთობ იარაღს აძლევდა უპირატესობას. ეს არის გაკეთებული კავკასიაში თავისი დამღეს პირებს შესაბამისი დამღავს სკოლის ერთ-ერთი. ამას კი ასეთი ქისტეთში იყო უფრო გავრცელებული და დაღესტან ჩეჩნეთში. რბილი ტიპის ხანჯალი. ნუ ახლა კრივ მეტალს ახასიათებს ბუნებრივია თავის სიმტკიცე, მაგრამ თავის ესე იგი, დეფორმაციის დროს შეიძლება მოხდეს ამის გატყმა. აი ამ შემთხვევაში ხო ხანჯალი ესე იგი ფოლადი არის, რომელიც ილესება ძალიან ის აქტიურად და ესე აი დეფორმაციას იღებს ჩვეულებრივად, მაინც არის ამის წუნი. მართალია ასეთი სატევარი არ გამოირჩეოდა შესაშური სისალით, მაგრამ სამაგიეროდ იგი ყოველთვის მთელი, მუდამ სამსახურში ედგა პატრონს. საქართველოში როგორც ყველა იარაღს სატევარსაც ჰქონდა რამდენიმე სახე, ეგრეთ წოდებული სააღლუმო, სადღესასწაულო, სამგლოვიარო, ანუ ზარში წასასვლელი და საბრძოლო. უკანასკნელი ალბათ ყველასათვის გასაგებია, რომ ნაკლებად მორთული, აქცენტირებულად კარგი ფოლადის უნდა ყოფილიყო. მე-19 საუკუნის მიწურულს საქართველოში საკმაოდ ცნობილი მეიარაღე ოსტატთა ჯგუფები მუშაობდნენ. მათ შორის ელიზბარაშვილების გვარი, ჯიქიები, ფიფია, ზაგანია და სხვანი. ჩვენს ხელთ არსებული სარიტუალო ხანჯალი ზუსტად ამ პერიოდის აგახლავდა იგი ნათელი ნიმუშია ქართული ოქრომჭედურობის, საიარაღო ჭედვის და მაღალი მხატვრული გემოვნების ურთიერთშერწყმის. ძალზე ძნელია ერთ გადაცემაში ამომწურავად გააკეთო ხანჯლის ტიპების სრული კლასიფიკაცია, რადგან ყველა ოსტატს მუდამ უწევდა პირადი შეხედულებების და დამკვეთი სურვილების შერწყმა. ამას გარდა ყველა ისტორიულ პერიოდს მოჰქონდა ახალი, რაღაც თავისი. ესეც წარუშლელ დახს ასვამდა მომდევნო თაობის ოსტატთა ნახელავს. რაც შეეხება თვითონ ხანჯლის ფლობას და ბრძოლის ტექნიკას, ალბათ უპრიანი იქნებოდა საუბარი საქართველოს დასავლეთიდან დაგვეწყო.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ რეგიონში კიდევაა შემონახული სატევრებით ბრძოლის რამდენიმე სისტემა, როგორც ერთი, ისე ორი სატევრით ბრძოლისა, მაგრამ სკოლის სპეციფიურობის გამო თქვენს ყურადღებას ამჯერად თვალახვეულთა ხანჯლაობაზე, ხინდგირიაზე შევაჩერებთ. არზაპან შენი ჭირიმე ნუიზა. ამიხვიეთ თვალები. აუხვიეთ თვალები. ხინდგირია როგორც წესი უხუცესთა თანდასწრებით ან თემის წარმომადგენლების თვალწინ იმართებოდა. ეს გარანტია იყო ურთულესი დუელის ტიპის ორთაბრძოლის წესების დაცვით ჩატარებისა. თეთრი ყაბალახი თვალისახვევა შეიძლება ვითა? აბა. მიდი. მიდი ჩაბა. მიდი. მიდი. ეფიჩო. სამეგრელოში დღესაც ახსოვთ, როგორც ამ სისტემის მოსამზადებელი საწვრთნელი ვარჯიშების სეფურები, ისე როკოები და სხვა სპეციფიური ხასიათის მოსამზადებელი რიტუალები. თვალახვეული ბრძოლის სისტემა მეომარში მოწინააღმდეგის გუმანის ყურით გაკონტროლების უნარს და დისტანციის სახარბიელო გრძნობას ანვითარებს. თვალახვეული ცივი იარაღით ბრძოლა, ისევე როგორც ხელჩართული, მოითხოვს მაქსიმალური ყურადღების, ნებისყოფის და იარაღის ფლობის ოსტატობას. ასეთი რთული სისტემა უცხო არ იყო საქართველოს სხვა რეგიონებისათვის, მაგალითად ხევსურთათვის, სადაც ზემოთხსენებულ დანიშნულების ვარჯიშებს, როგორც აუცილებელ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წვრთნას, ბავშვობიდანვე გადიოდნენ. ხინდგირიაში ჩვენის აზრით ყველაზე საყურადღებო და ფასეული ზუსტად ის შემორჩენილი მოსამზადებელი ვარჯიშები იყო, რომლებიც გამიზნული იყო ჩვეულებრივი ბავშვისაგან ჩამოეყალიბებინა ერთგვარი უნივერსალური მეომარი. წვრთნა იწყებოდა ბავშვობიდანვე. ყოველ ჩვენთაგან სახსოვს დამალობანა, დახუჭობანა, გაშეშობანა და სხვა საბავშვო თამაშები. ეს სისტემები მოწოდებული იყო მოზარდში თამაშ-თამაშ დაემკვიდრებინა თვალახვეული ორიენტაცია, გადაადგილება, სმენის ვარჯიშები. შემდგომ ეს ყოველივე რთულდებოდა საჩვევი ხის იარაღით დისტანციის გრძნობაზე ვარჯიშებით, იარაღის დინამიკის და მოწინააღმდეგის გადაადგილების გაკონტროლებაზე. ხშირად ამოცანას ართულებდნენ ერთი ან ორივე კიდურის დაბმით, ასკინკილის დგომში შეტევების მოგერიების წონასწორობაზე და კოორდინაციაზე ვარჯიშებით. შემდგომში თვალხილულად შეძენილ ყველა თვისებას აპრობირებას უკეთებდნენ თვალდახუჭული ან თვალახვეული. ასეთ ვარჯიშებში აქცენტი კეთდება შეგირდის მიერ შემტევი იარაღის გრძნობაზე, მოგერიების ტექნიკურად სწორ შესრულებაზე, გადაადგილებაზე და რაც მთავარია, შემტევი მოწინააღმდეგის ადგილმდებარეობის განსაზღვრაზე, რაც კონტრშეტევის აუცილებელი პირობაა. საწვრთნელ ვარჯიშებში მაქსიმალურად არის გათვლილი ყველა შესაძლო შემთხვევა, რაც კი რეალური ბრძოლის დროს შეიძლება თავს დაატყდეს მომავალ მეომარს. ასე იარაღით იარაღზე მუშაობის თვალახვეული ჩვევის გარდა არსებობს ერთურთის მოიერიში ხელზე ჩავლების და ისე ბრძოლის თვალახვეული ვარიანტი, რომელიც ასევე ბრძოლის რეალურობიდან გამომდინარე, მართალია ჯერ ისწავლება საჩვევი იარაღით, მაგრამ შემდგომ საბრძოლოდ იცვლება. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სახის ვარჯიშები, რაც ხის იარაღით ისწავლება, შეგირდების დაოსტატების შემდგომ საბრძოლოდ იცვლება. ასეთი ტიპის ვარჯიშები თავისთავად უკვე ძალიან კარგი შესამზადებელი ბაზაა არა მარტო ხინდგირიასათვის, არამედ ხანჯლაობის სხვა სკოლებისთვისაც სამეგრელოში, რომლებზეც შემდგომ გადაცემებში გვექნება საუბარი.
ხინტკირია ძალზე რთული და სახეობრივად იდუმალების მომცველი სისტემა გახლავთ, რომლის შესრულებისთვისაც უდაოდ კარგი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების გარდა კიდევ მესამე აუცილებელი კომპონენტი არის საჭირო, რასაც გუმანის ყურს დღევანდელი ენით მე-6 გრძნობას უძახიან. ამის შესახებ ჩვენ შეგნებულად არაფერს ვიტყვით, რამე თუ ყოველ სისტემას თავისი საიდუმლო გააჩნია. თუმცა ზემოთქმულის მიუხედავად თქვენ ყურადღებას რამდენიმე ფსიქოლოგიურ მომენტზე მაინც გავამახვილებთ. საქმე იმაში გახლავთ, რომ თვალახეულ მდგომარეობაში ადამიანი კარგავს მის მიერ მიღებული ინფორმაციის თითქმის 88%-ს, რაც მას პრაქტიკულად უსუსურს ხდის. გამოუცდელი მეომრები თავიანთი იარაღის მოწინააღმდეგისაკენ წვერმიშერით დაჭერის დროსაც კი მხოლოდ შეტევის ზონის ნახევარს აკონტროლებენ. ანუ თუ მოწინააღმდეგე შედარებით გამოცდილია და მიწის გრძნობა გააჩნია, ჭიბს ქვევით შეტევის შემთხვევაში მტერს არა მარტო დაამარცხებს, არამედ თავადაც უვნებელი დარჩება. ამიტომ პაექრობის დაწყებიდანვე მიზანშეწონილია მინიმალური მოძრაობა, რათა არ შეიქმნას გადაადგილების ხმაური, რითაც მეომარი თავის სამყოფელს გასცემს. წონაც და ტანიც დაბლა დაშვებული უნდა იყოს, რათა ზედა ზონაში მოწინააღმდეგის ხანჯლის წვერის მოძრაობისაგან დაზღვეული ვიყოთ. შევეცადოთ სატყუარა ხმაურის შექმნას იარაღით ან ფეხებით, რათა თავდასხმელი ვაცდუნოთ, რომ პირველმა გააკეთოს სვლა, რითაც იგი გაიყიდება. შეტევის შემთხვევაში შევეცადოთ სწრაფი უკან დახევა მოვახდინოთ, რათა სასიკვდილო დაჭრილის საბოლოო მოქნევას ავარიდოთ თავი. დღეისათვის ამით გემშვიდობებით, მაგრამ გვინდა შეგახსენოთ, რომ მომდევნო გადაცემებში ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში ხანჯლით ბრძოლის სხვადასხვა სპეციფიურ სკოლებზე საუბარს, მათ შორის ხევსურულ სკოლებზე, სვანურ სისტემებზე, ხანჯლის ტრიალის და ბრუნების მიმდინარეობებზე, ყამის, ბებუთის, დანების ხმარების სხვადასხვა ტრადიციებზე. საბრძოლო ხელოვნების ფესვები კაცობრიობის ღრმა წარსულში იკარგება. ჯერ კიდევ ქვის ხანის პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ისეთ სახეობებს, როგორიცაა მშვილდოსნობა, შუბოსნობა, ჭიდაობა და რასაკვირველია კრივი. ეს ვაჟკაცური და სანახაობრივად თვალწარმტაცი სახეობა თავდაპირველი სახით წარმოადგენდა ხელჩართული ბრძოლის ერთ-ერთ ქვაკუთხედს და განიხილებოდა ჭიდაობასთან ერთად. ცივილიზაციის განვითარებას საბრძოლო ხელოვნების მკაცრი სისტემატიზაცია მოჰყვა, რამაც ხელჩართული ბრძოლის კრივად და ჭიდაობად დაყოფა გამოიწვია. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ითქვას, საქმე ამით არ დამთავრებულა. კრივი კვლავ დაიყო, მუშტი კრივად, რომელსაც დღეს მსოფლიო იცნობს როგორც ინგლისურ ბოქსს და არეულ კრივად, რომელიც დღეს ცნობილია კარატის თუ კუნფუს სახით. ეს დაყოფა ისევე როგორც უწინ მთელი რიგი პირობების თანხლებით წარმოებდა. ასე მსოფლიო სპორტის ცივილიზაციის ერთ-ერთ ცენტრში, საბერძნეთში, დაშვებული იყო როგორც მუშტი კრივი, ისე არეული კრივი პანკრატიონი. აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც ბერძნულ მითოლოგიაში, ინდურშიც კრივი ღვთაებათა გასართობია. აქვე უნდა აღინიშნოს მუშტიკას ფიგურა ინდურ ეპოში. იგი ბრწყინვალე მოკრივია და პირისპირ ებრძვის უფალ ბალარამას. ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-5-4 საუკუნეებში ელინისტური კულტურა შორს სილდებოდა მაშინდელი ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს. არც საქართველო გახლდათ გამონაკლისი. ჩვენ სამშობლოში არაერთგზის ნალაშქრი ბერძნები მაღალი კულტურული დონის გარდა აღნიშნავენ ქართველი ტომების სამხედრო განსწავლულობას და გაწვრთნილობას. საინტერესოა აკადემიკოს ავთო ციბაძის მიერ მოკვლეული ცნობა იმის თაობაზე, რომ თურმე ქალაქ სინოპიდან დღევანდელი სარფი გიმნასტიკის მასწავლებლად ბოსფორს მიუწვევია თვინმე ფარნაკის ძე, რომელსაც თავისი განსწავლულობით მოუხიბლავს ბერძნები. გიმნასტიკა კი მაშინდელი გაგებით გახლავთ კრივის, ჭიდაობის, ფარიკაობის და სამკურნალო ტანვარჯიშის კომპლექსი, რომლის სწავლებაც მეტად საპატიო საქმედ ითვლებოდა. ჩვენი სამშობლოს ბრძოლების ისტორიის შესწავლისას ხშირად გვხვდება ისეთი ტერმინები, როგორიცაა ქიშტი, ჯიღი, ქურჯვა და სხვა. ასე ქართული მწერლობის ერთ-ერთ უძველეს ძეგლში შუშანიკის წამებაში აღწერილია ვარსკენის მიერ შუშანიკის მჯიღით ცემის სცენა. სულხან საბას განმარტებით მჯიღი არის 5 ვეთით შეკრული მუშტის ნეკათითის მხრით ცემა. უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვის კონაში მრავალად არის შემონახული კრივის გადაადგილებებისა და დასარტყამი ალაგების ამსახავი ტერმინები.
ხელჩართული ბრძოლის ილეთა აღწერილობას ხვდებით ამირან დარეჯანიანშიც. საერთოდ იმ პერიოდიდან მოყოლებული თითქმის მე-19 საუკუნის ბოლომდე კრივისა და ხელჩართული ბრძოლის სცენებით თუ ტერმინებით სავსეა თითქმის ყველა ჩვენამდე მოღწეული ლიტერატურული ნაწარმოები. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ქართველის ყოველდღიური ცხოვრება აღსავსე იყო ბრძოლით. ბრძოლისათვის კი როგორც ცნობილია მზადება და წვრთნა არის საჭირო. აქედან საბრძოლო სკოლათა სიმრავლე, მეთოდების მრავალფეროვნება და სხვა. კრივობა ჩვენში მე-19 საუკუნემდე საკმაოდ კარგად სისტემატიზირებული და დღესასწაულთა აუცილებელი თანხმლები დისციპლინა იყო. ასე მაგალითად თბილისში ყველიერის დღესასწაულისას კრივი ქალაქელი ყოჩების ოსტატობის გამოსაჩენ თავშესაქცევად იყო მიჩნეული. თუმცა კრივი ომიანობის დროს ქალაქის ქუჩებში ბრძოლებისათვის თვალნათლივ მზადებას წარმოადგენდა. შემდგომ კი იმპერატორ ალექსანდრეს ბრძანებით კრივობა საერთოდ აკრძალეს, მაგრამ ხალხის დაჟინებული მოთხოვნით კვლავ დაუშვეს. ოღონდ ქალაქგარეთ, რის გამოც კრივი ჯერ გაუფასურდა, შემდეგ კი მნახველთა თვალს მოკლებული გადაგვარდა კიდეც. თუმცა მე-20 საუკუნის 50-იან წლებამდე კიდევ იყვნენ ამ ვაჟკაცური სისტემის მცოდნე ბოლო მოჰიკანები. როდესაც ამისთან რაღაცაზე საუბარი, თენგიზ გეგელიძე ვარ გაიხსენა, ეს წარმოუდგენელი რაღაცა, თენგიზ გეგელიძე ჩხუბი კი მე მინახავს ერთხელ მახსოვს ტრამვაით ხაზით მოდივარ, ყოფილ კომუნისტის რეაქციასთან და ახლა რედაქციის შენობა არის, იმ შენობაში იყო სწორედ და დავინახე რომ 8 კაცი მოდის, მაშინ ძალიან მოდაში იყო შავი კოსტუმები. არა, ჩვეულებრივი ბეჭები არიან, ისინი და თენგიზი ძალიან მოსული იყო ვაჟკაცი. არაფრის, ესე იგი, არავისთვის არაფრის დამშევებელი პირიქით, ესე იგი, რაც კი ალბათ თენგიზის ისინი ჩხუბები და ისინი რუსკისი გაშველება და ჩხუბი არ მოხდარიყო და ერთმანეთი არ დაესახიჭებინა და რაღაცა. აი მაშინ უყურე მე თუ რამდენი შეეძლო ამ კაცს. გაკრეს ხელი, გაისმა უშველი ლანძვაგინებაც, დედის გინება არა, რაღაცა და თენგიზმა არ მიაქცია ყურადღებას და დავიდა. მაგრამ არ მოეშვენ და მოკიდეს ხელი. მოკიდეს ხელი და პირველი გაათრას კიდეც. აი ახლა უყურებდი მე, ახლა თუ წარმოვიდგენია მე კინომეტოგრაფიის იმას არ თვალზე მიდგას თუ როგორი ელვისის სტრაფით თაური სხვათა შორის თაური იხმარა ძირითადად თითქმის ხელი არც არ გაუმძრევია და ეს 8 კაცი ეყარა მე ის და ბოლოს ისეთი ოდნავ ხრინწიანი ხმით ისეთი ვაჟკაცური ხაფი ხმახონდა უცხო ეს გინოდათ ბოლოს დამარცხებით დასულა გადაიდრეს აი ისეთი და განარძო გზა ახსენდება ახლა ჩემი ძველი მეგობარი გოგინუცუბიძე ნახალოკაში შევესწარი ამ ჩხუბს რომ დანიანები ისინი რაღაც შეურაცხყოფა მოგვაყენეს ისე და ну ესეც ვერ იცნეს იქაური იყო თვითონ და მე ძალიან თუ დღეს შეაყენა ეს თავის დანიანები და ისინი და სულაიდების სახელით და გვაპატი გოგი და დამტროლი ქონდა თუ თავფირი ოთხი და დაერთ შემთხვევას მოგიყვებით და მე მგონია ჯერჯერობით აი ამითი მომთავრო ჩვენი ეს მოკლე საუბარი მოხდა ასეთი ფაქტი რომ სოხუმში მან გაიცნო ერთ-ერთი ну რაღაც იქ ტურისტი იყო ჩამოსული და მაშინ ახალგაზრდა კაცი იყო უცხოშვილო და მიეპატიჟა ის რესტორანში იქ რაღაც აფხაზმა მოინდომა რომ ეცეკვებინა ეს ანდილოსანი აცეკვა ერთხელ აცეკვა მეორე და მე გიმ უკვე კატეგორიული განუცხადა რომ ასე ვთქვათ ეყოფა ახლა ამას ცეკვა თამაში და ჯობია დააყენოს ეს მანდილოსანი დროზე და იმან რომ მე ცოტა უფრო სხვა ფორმებით მოინდომა მისი კიდე წაყვანა საცეკვაოდ მაშინ გიმ ამაზე ის პასუხი გასცა რაც იმას შეეფერებოდა ის იმან კიდე შეხედა და აცგივია მანდამე დიდი ისეთი ყარამაყანთელი შეხედა და იფიქრა ის უზარმაზარი რაღაცა ყოფილა თამთელ სოხუმში განთქმული ამ თავისი ჩხუბით და რაღაცა და მოინდომა ამ თავისი ძალის გამოყენება აქა და გივი პირდაპირ ორკესტრში გაგზავნა ის ხო ამის მერე როგორ თუ ეს გალახესო და მოცივდა თურმე მთელი ამ აფხაზეთის მოჩხუბრობა და ყველას კედელთან დამდგარი გივი გაუსწორდა სულ ყველას ისე როგორც წესდარიგი იყო და ბოლოს ატყდა მე მთელი ამბავი რომ მილიციას გამოუძახეთ რომ ხოცავს ეს ერთი კაცი ამაზე რომ მოვიდა მილიცია არ დააპატიმრა ეს გივი დარბაზისები იმიტომ რომ ისეთი საინტერესო იყო თუ რომ იდგა ეს ერთი კაცი და ეჩხუბებოდა მთელ არმიას მოჩხუბრებისას რომ თვითონ მილიციას გაჩერდა და არ მოკიდოთ ხელით ის საინტერესო ეს ვითი დამთავრდა მე
ხო, მართლა იმან ყველაფერი ღირსეულად დაამთავრა. ხო და ეხლა თუ დასაპატიმრებელი ვარ, მე დამაპატიმრეთ ესე იყო საქმე, წაიყვანეს მანქანით გიოცი ხომია. დღეისათვის მრავალი წლის ძიების შედეგად მოკლეული და აღდგენილია ქართული კრივის 4 ნაირსახეობა. მაგრამ სანამ სისტემად აღწერა შეუდგებოდეთ, უპრიანი იქნებოდა გავცნობოდით ქართული კრივის ზოგად აღწერას და დასარტყამ ალაგთა კლასიფიკაციას. უნდა ითქვას, რომ ქართულ საბრძოლო სისტემას გააჩნია მეტად მრავალფეროვანი შეტევის ხერხები, რითაც იგი არც ასაკით, არც ეფექტურობით და არც სისტემის ეგზოტიკით არ ჩამოვარდება დღეისათვის ცნობილ სხვა მსგავს სკოლებსა თუ დისციპლინებს. ამ საკითხებთან დაკავშირებით 95 წელს თბილისს ეწვია იუნესკოს ნაციონალური სპორტისა და ტურიზმის შემსწავლელი კომისია, რომლის წინაშეც გადანილი იქნა მრავალათასლოვანი ქართული კულტურის საბრძოლო დისციპლინები. მათ შორის არეული კრივიც, რამაც დიდი მოწონება და აღიარება ჰპოვა მნახველთა თვალში. აღინიშნა ილეთთა ორიგინალობა და თვითმყოფადობა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოში ეთნოგრაფიული ძიების შედეგად დაფიქსირებულია 4 სახის კრივი: ქალაქური ანუ მუშტი კრივი, კრივი არეული ანუ კრივის ზედა და ქვედა კიდურების გამოყენებით, ჭიდაობის ეფექტური ტეხვებისა და მოყინწვების ჩართვით, ეგრეთ წოდებული რაჭული წიხლაობა ანუ კრივი მხოლოდ ქვედა კიდურებით, ზურგს უკან ხელების გაბმით და მეოთხე, მესხური კრივი, მარტო მუშტების იდაყვების გამოყენებით. ამ სახეობას წელზევით გახდილნი კრივობდნენ. მაგრამ აღწერის სრულყოფისათვის დაუბრუნდეთ ისევ არეულ კრივს. ეს სისტემა შეიცავდა ერთ ძალიან საინტერესო რიტუალს. ჯერ ერთი კრივი იყო როგორც საწყვილო, ისე მასიური, რომელსაც ჯერ იწყებდნენ პირტიტველა ყმაწვილნი 10-12 წლის. შემდგომ ერთვებოდნენ ჭაბუკნი და კაცნი. კრივობის აუცილებელი პირობა ყოჩობა იყო. ეს გახლდათ მოწინააღმდეგის მოქნეული მუშტის მიღების ხელოვნება. დარტყმა სრულდებოდა სახეში. მიმღები ფეხზე უნდა გაჩერებულიყო ტორტმანის გარეშე. შემდეგ კი თვითონვე ეძლეოდა საპასუხო შეტევის უფლება. მეტწილად პირველი დარტყმა კენჭისყრით დგინდებოდა, მაგრამ იყო შემთხვევები დათმობის და მოწინააღმდეგენი ერთმანეთს ლამის ინგლისური დარბაისლობით საათობით ეხვეწებოდნენ, ჯერ შენ, არა ჯერ შენ დამარტყიო, რითაც თავისი სულის სიძლიერეს და ვაჟკაცობას ამტკიცებდნენ. საერთოდ ქართული კრივის ისტორია და წვრთნის წესები მრავლად შეიცავს თანამედროვე თვალსაწიერიდან კურიოზებს, რაზეც შემდგომ გადაცემებში გესაუბრებით. საქართველოს მთა ყოველთვის გამოირჩეოდა მამა-პაპათა ადათის ერთგულებით, ტრადიციების პატივისცემის წყალობით, აქ კიდევ შემორჩა ქართული სამხედრო ხელოვნების უნიკალური სახეობები. ერთ-ერთი ამდაგვარი სკოლა სათითენით ბრძოლის სისტემა გახლავთ. სათითე დიდზე წამოსაცმელი კასტეტის სახეობაა, მარტო ხევსურეთში შემორჩენილია მისი 12 ტიპი. ყოველი მათგანი მართალია ბრძოლის ერთ სკოლას განეკუთვნება, მაგრამ თითოეულს თავისებური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხმარების წესი და მოხაზულობა გააჩნია. მაგალითად ღაჯია, ასე უწოდებენ სამფრთა ალესილ კბილებიან სათითეს, რომლის პირთა სიმაღლე ხშირად 3-4 სანტიმეტრია. იგი გამოიყენებოდა ბრძოლის დროს მოწინააღმდეგის თავიდან თმების ბღუჯების კანიანად ამოსაგლეჯად, ანუ აბრუჩობისათვის. არსებობდა აგრეთვე შედარებით ჰუმანური, მაგრამ არანაკლებ ეფექტური იარაღიც ლესულები, რომლებიც ძირითადად საჭრის სასერის შეტევებისათვის გამოიყენებოდა. ლესულას ალესილი პირების სიმაღლეც 4 სანტიმეტრამდე მერყეობდა, რის გამოც საკმაოდ სისხლიან კვალს ტოვებდა მოწინააღმდეგეზე. ხევსურეთში გვხვდება დასარტყამ საჩეჩქველი კატეგორიის სათითენიც, ისეთები როგორიც არის ხვეულა, ზურგანა, ხერხულა, დოლაბა და სხვა.
სათითენით ბრძოლის ტრადიცია ისევე როგორც სხვა მეტიწილით ქართული საბრძოლო ხელოვნების სახეობების ღრმა წარსულში იღებს ფესვებს. მაგალითად, ხვეულა წარმოადგენს ჯერ კიდევ ბრინჯაოს პერიოდში ჩვენში არსებული სპირალის კულტთან დაკავშირებულ ხვეულთა იდენტურ ფორმას, რაც სამყაროს წყობის და ვარსკვლავთა განლაგების სიმბოლოდ აღიქმებოდა. დოლაბა ისევე როგორც დოლაბის ქვა მზის სისტემის სიმბოლო გახლავთ, რომელიც წისქვილშიც კი მზის სისტემის ბრუნვის მიმართულებით მოძრაობს. აღარაფერს ვამბობთ სავარცხელაზე, რომელიც მზისა და ნახევარმთვარის სიმბოლოა და სხვა. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი იარაღი წარმოადგენს ადამიანის მიერ ბუნების რომელიმე ძალის ან გამოვლინების სიმბოლურ გამოსახულებას, რომელიც შემდგომ გამოიყენებოდა როგორც პრაქტიკული საქმიანობისათვის, ისე საკულტო სარიტუალო მსახურების დროს. ეს უწინ დღესდღეობით კი ისევე როგორც ბოლო 2000 წლის განმავლობაში, სათითე წარმოადგენს ძალზე დეფექტურ საბრძოლო იარაღს, რომელიც განსაკუთრებით ავლენს თავის საბრძოლო მახასიათებლებს ხელჩართული ბრძოლის დროს. სათითეთი მიყენებული ჭრილობები იძლევა მოწინააღმდეგის სწრაფად ნეიტრალიზების საშუალებას, რაც მიიღწევა არა მარტო იარაღის პირის მოყვანილობით, არამედ დაარტყმის ან მოსმის სიძლიერითაც. ამისათვის კი გამოიყენებოდა სათითეს გაკეთებისას თითების სპეციალური წყობა, რაც ბრძოლის დროს შემტევის თითის სახსრიდან ამოვარდნას ან ტრავმირების შანსს პრაქტიკულად ნოლამდე ამცირებდა. ყოველი სახეობის სათითეს თავისი დაჭერის ტექნიკა გააჩნია, რაც ასევე განაპირობებს ამ იარაღით შეტევის ტრაექტორიას და ბრძოლის მანერას. ასე მაგალითად, სავარცხელათი უფრო მოსახერხებელია მოპოტნითი კაწვრითი მოძრაობები, მოსმები და ჩარჭობის შემდეგ მოკაჩვები. გორიანი ხშირად საჩვენებელ თითზე კეთდება და აქედან გამომდინარე გამოიყენება როგორც პირდაპირი კვრებისათვის, ისე შემოკვრებისათვის და დაკვრებისათვის. დოლაბა გამოიყენება საცემად და იგი ყველაზე ნაკლებად ტრავმატულია თუ არ ჩავთვლით რკინის მასისაგან თავის არეში მიღებულ დიდი ზომის გამსკდარ კოპებს და სხვა. ძლიერი დაკვრებისაგან თითებზე ტრავმების ასაცილებლად სათითეს ხშირ შემთხვევაში საბეჭდურში ტყავის რკალსაც უტანებენ და გარდიგარდ მოამაგრებენ საჩიკეთი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სათითეს ხმარების განსაკუთრებული წესი აქვს და აქედან გამომდინარე მოქნევის და შესაძლო შეტევის ალაგიც. ეს ყოველივე თანასოფლელებს შორის ბრძოლისას მკაცრი კანონებით იყო განსაზღვრული. შეტევისთვის გამოიყენებოდა მხოლოდ თავის თმიანი ნაწილი, თავზე მიყენებულ ჭრილობებს კი შეხორცების შემდგომ თმებში მალავდნენ. იგრძალებოდა სახეზე შეტევები. ასეთ შემთხვევაში დაზარალებულს უფლება ჰქონდა სამკურნალო ფული და ჭრილობის სიგრძეში ჩატეული ქერის მარცვლების რაოდენობის მსხვილფეხა საქონელი მოეთხოვა. როგორც ყველა სისტემას, სათითენით ბრძოლის სკოლასაც გააჩნდა თავისი მოსამზადებელი ვარჯიშები, თითების გამაგრების და მაჯების გაკაჟების ხერხები. წვრთნას ბავშვობიდანვე გადიოდნენ. ასე 7-8 წლის მოზარდებს უკვე თავისი სათითენი ჰქონდათ, რომელსაც ხშირად ხის ან დაგრეხილი მავთულისაგან ამზადებდნენ. ასეთ იარაღს ნესტარს უწოდებდნენ. საჩვევი იარაღით გაწვრთნილები საბრძოლოს მხოლოდ 14-15 წლის ასაკისათვის იღებდნენ ხმარებაში. როგორც ყველა საბრძოლო სისტემა, სათითენით ბრძოლის სკოლაც მოიცავს სისტემატიზირებულ ილეთთა კრებულს, რომლის არსენალში შედის პრაქტიკულად ყველა სახის დარტყმა თუ გდება. ამიტომაც სათითენით ბრძოლას ხშირად არეულ კრივს ადრიან. ძალზე ძნელია ამ სისტემაში არსებული ყველა ფანდის განხილვა ერთ გადაცემაში, მაგრამ ჩვენ მაინც შევეცდებით, რომ ყოველივე ამის მცირე ანალიზი გავაკეთოთ. მაშასე, მეტიწილი ილეთების აგებულია მოწინააღმდეგის შეტევაზე, ანუ დაკვრული სააცილებაზე და შემდგომ კონტრშეტევაზე. ამისათვის გამოიყენება დაყვინვები, ანუ შემტევის მოქნეული ხელის ქვეშ გაძრომები. ეს კონტრშეტევის კარგი საშუალებაა. არსებობს შემტევ ხელზე კონტრშეტევის განხორციელების და ამის შემდგომ ძირითადი დაკვრის შესრულების მთელი რიგი ილეთები, რომელთა მიზანია მოწინააღმდეგის მოიერიშე ხელის ნეიტრალიზება, რითაც ძირითადი შეტევის ეფექტურობა გარანტირებულია.
აგრეთვე არსებობს დაფარებების, აფარებების, ჩახოვების მთელი რიგი ილეთთა კომპლექსი, რომელიც იძლევა შემტევი ხელის ბლოკირების თუ აცილების საშუალებას, რაც თავისთავად წინაპირობაა უფრო კარგად განხორციელდეს კონტრშეტევები. გდებითი ტექნიკის შესრულება შეიძლება დარტყმითი შეტევის შემდგომ ან წინ, შესაძლებლობის მიხედვით. საქმე ის არის, რომ პირველ შემთხვევაში ტრავმირებული მოწინააღმდეგე დაცემისას უფრო მეტად ზიანდება, ხოლო მეორე შემთხვევაში გდება შემტევს აძლევს დამაგვირგვინებელი დარტყმის ეფექტურად გატარების შესაძლებლობას. საერთოდ უნდა ითქვას, რომ მტერთან ბრძოლის დროს ნებისმიერი იარაღი ან ხერხი მისაღებია, ამიტომაც მოწინააღმდეგის თმიანი ალაგი ხშირად კარგ ჩასავლების საშუალებას წარმოადგენდა. გდებითი ტექნიკის აღწერისას აღსანიშნავია ტეხვითი ხერხები, რომლებიც მოწინააღმდეგის გდებაზე წაღების სპეციფიკურ ჩავლებას გულისხმობს, რომლის დროსაც დაცემის შემთხვევაში კიდურის სხეულის წონით ტყდება. ძალზედ საინტერესოა ბრძოლის დროს შემტევის ფეხზე დაბიჯების ხერხები, რაც მისი წონასწორობიდან გამოყვანის საშუალებას წარმოადგენს. ასევე ყურადღებას იპყრობს ბრძოლის დროს შემტევის გდებაზე წასაყვანად სათითეს დახმარებით ჩავლების კატეგორიები, როდესაც მებრძოლი დასაცემად იძულებულია გაყვეს ილეთის შემსრულებელს, რადგან ხორცში ჩარჭობილი სათითეს კბილებით მოკაჩვა ძალზედ მტკივნეულია. ამ დახვეწილ ილეთთა კვალდაკვალ არსებობდა უხეში ფიზიკური ძალის გამოყენებაზე აგებული ილეთთა სპეციფიური არსენალიც. მაგრამ ფიზიკურად ვინ ძლიერი იყო, მოიგდებდნენ თავს ასე და რა ვიცი, მე სულ ეგრე მიტყავებდნენ თავს. ეს თუ დაგლეჯილი იყო? სათითე თავისი ბუნებით ილეთთა მოხაზულობით და ფორმით არ წარმოადგენს მხოლოდ ხევსურული იარაღის ტიპს. ამდაგვარი ან ოდნავ განსხვავებული კასტეტები გვხვდება ფშავში, თუშეთში, სვანეთში. გურიაშიც კი უხუცესები იხსენებენ 4 თითზე წამოსაცმელ საბრძოლო იარაღს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სათითეს მაგვარი კასტეტები უცხო არ იყო ჩეჩნებისათვის, ინგუშებისათვის და სხვა იბერიულ კავკასიური ტომის ხალხებისათვის. ამის შესახებ კი შემდგომ გადაცემაში მოგახსენებთ.